Სამშვიდობის სამეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ქალაქ ლაგოდეხის ევროპოლის სკოლის შენობაში, ფოიეში. ამ დარბაზში მიმდინარეობს ანსამბლ ქურმუხის რეპეტიციები და ახლოდან გაგაცნობთ ანსამბლ ქურმუხს, მის ქორეოგრაფს, ასევე გავუმყევით და ერთად ნახოთ. კაკი, გამარჯობა. ჩვენ საზოგადოება შენი თავი ჟოლოვანის კოტეჯებით გამოცანი და ეხლა სხვა ამპულაში უნდა წარუდგინოთ შენი თავი ხარ ქორეოგრაფიული ანსამბლის ქურმუხის დამფუძნებელი ქორეოგრაფი და მოდი ეხლა მოკლედ მომიყევი აი შენი ანსამბლის შესახებ. 2018 წლიდან არსებობს ჩვენი ანსამბლი ქურმუხი და 2018 წლიდან დღემდე მოყოლებული აქტიური მუშაობა გვაქვს, აქტიურ ფაზაში არის ანსამბლი. 2018 წლიდან მოყოლებული რამოდენიმე დარბაზი გამოვიცვალეთ და დღესდღეობით ჩემი ევროპული სკოლის ბაზაზე არსებობს ანსამბლი და ანსამბლი ქურმუხი, ანუ ქურმუხის სახელწოდება წამოვიდა ჩვენი საინგილოში არსებული წმინდა გიორგის ეკლესიიდან. სადმე თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული ან გასვლითი ტურები ან ფესტივალი ან კონკურსებზე თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული? კი. დაწყებიდან ძალიან მალე უკვე ანსამბლი გადავიყვანეთ საკონცერტო რეჟიმში და დავიწყეთ ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და ნელა უკვე გავედით რაიონის გარეთ, თბილისში, თელავში, გურჯაანში. ჩვენ ანსამბლი ბულგარეთში ვიყავით ფესტივალზე, სადაც წარმატებით მოვიარეთ ბულგარეთი. ქალაქი ვარნა. წერთ ანსამბლი თურქეთში იყო მოგზაურობაში, იქაც ფესტივალში მიიღეთ მონაწილეობა და ძალიან წარმატებულად მიიღეს ბავშვებმა მონაწილეობა მაგ ფესტივალშიც. სამომავლო გეგმები გვაქვს, რომ კიდე ანსამბლი არ გაჩერდეს, ეხლა უკვე გვინდა რომ ევროპაშიც გავიყვანოთ ბავშვები და ანსამბლი და შევხედოთ, მომავალი გვიჩვენებს. პირველი რაც ანსამბლს დაგეგმილი აქვს, ეს 6 წლის განმავლობაში ჩვენ რაც ვიშრომეთ პროდუქტის შეუქმნით ქართული ცეკვების სახით, ეს პროგრამა გვინდა უკვე ლაგოდეხელმა წარუდგინეს და ერთგვარი შემოქმედებითი ღონისძიება უნდა გაკეთდეს ანსამბლის. აი აქ დაგეკითხები, რამდენი ნომერი გაქვს კაკი მზად? ეხლა დღესდღეობით 9 ნომერი არის ანსამბლში მზად, რომელიც საკონცერტო ნებისმიერ დროს შეუძლია ანსამბლს გამოიტანოს ნებისმიერი ნომერი. დაახლოებით 4 ცეკვის მასალა მუშავდება, ესეც უკვე სოლო კონცერტისთვის, ანუ შემოქმედებითი ღონისძიებისთვის არის დაგეგმილი, რომ დაემატოს ამ 9 ცეკვას და ერთიანობაში შეიკრება პროგრამა, რომელი პროგრამითაც ანსამბლი წარდგება. ვისარგებლებს შემთხვევით და მშობლებს ვურჩევ და ანუ მოვუწოდებ, რომ ქართულ ცეკვაზე, ქართულ სიმღერაზე ფოლკლორი, რასაც მოიცავს, ახალგაზრდები ბავშვები დავაკავოთ და დააკავონ ამ სუფთა საქმით და ამ ეროვნული საქმით. გაიზრდება მომავალი თაობა და რა თქმა უნდა განვითარდება ჩვენი ფოლკლორი. ეს ერთგვარი სპორტიც არის. სპორტიც არის და სიყვარულისა ჯანმრთელობაც ძალიან ბევრი რამე არის. ქართულ ცეკვაში და სიმღერაში ზუსტად ჩვენი ეს ისტორია და სული და გული არის ჩადებული და ეხლა შენ ლაგოდეხელი მაყურებელი გყავს ძირითადად. ლაგოდეხში წერან შენ სახსენე 8 ანსამბლი მოღვაწეობს, 8 ანსამბლი არ არის ცოტა და ძალიან მარტივი არის ნებისმიერ სტუდიაში მშობელმა აიყვანოს და მიიყვანოს ბავშვი და გაიზარდოს ამ სუფთა გარემოში. ეს ერთგვარი პოპულარიზაცია ჩვენი ქართული ქორეოგრაფიის. დაახლოებით 9 ვიყავი ამ ანსამბლში რომ მოვედი და 5 წელია რაც ვთქვი. ცეკვა ჩემთვის არის პატრიოტიზმი, იმიტომ რომ კულტურა არის საქართველოს და ძალიან მიხარია რომ წარმოვადგენ ჩემ კულტურას. ქურმუხი ჩემთვის არის მეორე ოჯახისთვის, რადგან ამ ანსამბლში იმყოფ ხალხს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, ფაქტიურად გავიზარდე ამ ბავშვებთან ერთად. მე მოვედი 4 წლის წინ სავარაუდოდ და ძალიან მომეწონა ანუ აქაურობა და გარემო აქაური.
სანამ უნივერსიტეტში მივალ ვივლი და შეიძლება მე გავყვე ცებას. წარმატებებს გისურვებ, ჩემო მეგობარო, შენ ასავს მუსიკალებს, სტუდიის ბავშვებს და ბევრ ფესტივალებს, ბევრ კონკურსებს, ბევრ გასვლით ტურებს. და რავი, წარმატებები და აი ხარ. ხილოები.